ალბათ ამ წიგნის წაკითხვა ძალიან დავაგვიანე, მაგრამ თითქოს სწორად მივდივარ, თან მიმდევრულად ჯერ იყო და შევარდნაძის წიგნი წავიკითხე, შემდეგ ჯაბა იოსელიანის და ეხლა დავასრულე გელა ჩარკვიანის წიგნი. ის ესე ვდიანად დასრულდა, რომ ძალიან იმოქმედა. ეხლა გეტყვით, შევარდნაძის წიგნში საერთოდ არ იყო ნახსენები ჩარკვიანი, მაგრამ ჩარკვიანის წიგნში მთლიანად შევარდნაძეზე არის აწყობილი და ცოტა ოჯახის ამბებზე. გელა ჩარკვიანი იყო შევარდნაძის მრჩეველი და აქებს ძალიან. ის გვიყვება დიპლომატების ურთიერთობაზე, როცა ჩვენამდე მაგალითად უახლოესი ისტორია ვინც არის ის უფრო პატარა თაობებმა, მათთვის იქნება საინტერესო ამ წიგნის წაკითხვა. ესე ძალიან მარტივად იკითხება, უდიდეს პოლიტიკოსად არის აღიარებული შევარდნაძე და რასაც რევოლუციის დროს აბრალებდნენო, ძალიან ბევრი რამე არის ტყუილიო, ის არ იყო დიქტატორიო, მან ყველაფერი გააკეთა ცივი ომის პირობებში, რაც შეეძლო. ძალიან კარგია, როდესაც პირველი პირისგან ვიღებთ მსგავს ინფორმაციას და გელა შევარდნაძეს ძალიან ძლიერ პოლიტიკოსად აღიარებს და ალბათ მსოფლიოში ყველა ქვეყანა შევარდნაძეს ძლიერ პოლიტიკოსად იხსენიებს. ნახსენები არის, რა თქმა უნდა, სააკაშვილი, იმიტომ რომ სააკაშვილის დროს ბატონი გელა იყო ელჩი და მისი პრესპიკერიც, მაგრამ სააკაშვილს ისე არ ახსენებს, როგორც შევარდნაძეს, რადგან იქ უფრო დიდი ხანი მოუწია პირადი ურთიერთობები, მთელი ფოტოალბომი არის, წიგნი ჩვეულებრივი მუზეუმია, წიგნზე მეტია და აუცილებლად წასაკითხია ირაკლის დიდი ირაკლის სიკვდილი ახსნა ძალიან მძიმე იყო ამის წაკითხვაც. იქ იყო, როცა შევხედეო, ანუ არ მინდოდაო მიბრუნებაო, მაგრამ ჩემ თავს უთხარიო, რომ როდემდე არ მიბრუნდებიო და რომ მივედიო, გულთან მხოლოდ პატარა ადგილას იყო თბილიო და სასწრაფომ დაადასტურაო, გარდაცვალებაო, უზომოდ უყვარდა მისი მეუღლე ნანა და ბოლოს ამთავრებს ნანას გარდაცვალებით და ამბობს, რომ უფრო მეტად უნდა და მეტჯერ უნდა მეთქვაო, რომ ძალიან მიყვარდაო და ძალიან ფოტოებში ისეთი ლამაზი ქალბატონი არის, ძალიან ულამაზესი კოპწია, ბრძღვიალა ქალია, თეონა, მათი შვილი, ძალიან თბილად იხსენიებს მას და არ ვიცი, გელა ჩარკვიანი ალბათ ძალიან ბევრ თაობებს ემახსოვრებათ, როგორც კარგი ადამიანი, როგორც ესე ირაკლის მამა და თვითონ გელაც იყო ისეთი ფესვებიდან წამოსული, რომ შეუძლებელია მისი კვალი არ დარჩენილიყო, აუცილებლად წაიკითხეთ, არ შეგაშინოთ წიგნის სისქემ, ძალიან ადვილად იკითხება და ეს რაც თვითონ პირველი პირისგან არის მოსმენილი, კარგი იქნება თუ გეცოდინებათ არამე სხვისგან გადმოცემული, უშუალოდ ბატონი გელასგან გადმოცემული. ძალიან კარგი არის ბუშთან შეხვედრები და ასე შემდეგ. ბევრი ძალიან კარგი რაღაცეებია და ძალიან დიდ პატივს სცემდა შევარდნაძეს და მე ვფიქრობ, რომ ჩემ აზრსაც დავამატებ, რომ მე ვფიქრობ, რომ ტყუილად არსემდა ამდენი ხალხი პატივს შევარდნაძეს, ალბათ იმ სიტუაციაში და იმ ვითარებაში მეტის გაკეთება არ ხერხდებოდა, თუმცა ბოლოსო ბუშმაო გამოგზავნაო წერილიო და უკვე უხდებოდაო და იქ ეწერაო, რომ ახალგაზრდებს ხო არ უნდა დავუთმოთ ასპარეზიო და მიხვდაო რა წასვლის დრო იყო და სააკაშვილი და ჟვანიაო რომ მივიდნენ მასთანო კრწანისის რეზიდენციაშიო აუღელვებლათო ძალიან მშვიდათო დათანხმდაო წასვლაზეო ოღონდ უთხრაო რომ არსად არ წავალო ჩემ ქვეყანაში დავრჩებიო და მოკლედ რა შემეძლო მე მონახაზი გითხარით ეხლა მხოლოდ ის გადარჩა რომ თქვენც წაიკითხოთ და აუცილებლად გამიზიარეთ შთაბეჭდილება როგორი კვალი დატოვა ამ წიგნმა თქვენზე.